დღეს განვიხილავთ რეალურ არქიტექტურულ кейს, რომელიც AWS Solutions Architect გამოცდაზე გვხდება. და დამიჯერეთ, ამ кейსში შეცდომის დაშვება ძალიან მარტივია. თქვენ ხართ გადაწყვეტილებათა არქიტექტორი კომპანიაში, რომელმაც ახლახან უამრავი თანხა დახარჯა Data Lake-ის შესაქმნელად. ტერაბაიტობით მონაცემები მიედინება Amazon S3-ში და Postgres-ში, რომელიც გაშვებულია RDS-ზე. ყველაფერი საათივით მუშაობს. და უცებ CEO-სგან მოდის შეტყობინება. გვჭირდება ლამაზი დეშბორდები და რაც შეიძლება სწრაფად. მენეჯმენტს ყველაფრის ხილვის უფლება უნდა კონდეს, ხოლო დანარჩენებს მხოლოდ იმის, რაც პრივილეგიებით ეკუთვნით. გადაწყვეტილების 4 გზაა განსაზღვრული. ვარიანტი A. ვქმნით ანალიზს Amazon QuickSight სერვისში. ვაკავშირებთ ყველა მონაცემთა წყაროს, ვქმნით დატასეტებს, ვაქვეყნებთ დეშბორდებს. უზიარებთ ყველას IAM როლების მეშვეობით. ვარიანტი B. ასევე ვიტანებთ Amazon QuickSight სერვისს. ვაკავშირებთ წყაროებს, ვქმნით დატასეტებს, ვაქვეყნებთ დეშბორდებს. მაგრამ უზიარებთ ყველას users და groups კომპონენტების მეშვეობით. ვარიანტი C. მივდივართ AWS Glue სერვისის გზით. ვქმნით ცხრილს და crawlers S3-თვის. უშვებთ ETL jobs ანგარიშების გენერაციისთვის. ვაქვეყნებთ ანგარიშებს S3-ში. ზღუდავთ თდომას S3 bucket პოლისებით. ვარიანტი D. კვლავ ვიყენებთ AWS Glue Service S3-თვის. მაგრამ Postgres-თვის ვიყენებთ Amazon Athena Federated Queries. ვაგენერირებთ ანგარიშებს Athena-ს მეშვეობით. ვაქვეყნებთ S3-ში, ზღუდავთ bucket პოლისით. რომელ არქიტექტურულ გადაწყვეტილებას აირჩევთ თქვენ? აბა დაფიქრდით. გაქვთ 15 წამი. შეუძლებრისამებრ დავიწყოთ მსტარი ვარიანტებით. ვარიანტი C. AWS Glue, ETL და ანგარიშები S3-ში. ტექნიკურად კარგად ჟღერს, თუმცა არის პრობლემა. პირველი, Glue crawler-ი მხოლოდ S3-თან მუშაობს. ჩვენ კი Postgres გვაქვს RDS-ში. ეს ვარიანტი უბრალოდ იგნორირებას უკეთებს ჩვენი Data Lake-ის ნახევარს. მეორე, ვიზუალიზაცია გვჭირდება. ინტერაქტიული დეშბორდები. ხოლო Glue სერვისი გვაძლევს სტატიკურ ანგარიშებს S3-ში. იგივეა, რომ Excel-ის ცხრილი მოიტანო დირექტორთა საბჭოს პრეზენტაციაზე. ვარიანტი D, Glue და Athena Federated Query. ეს უფრო ეშმაკური ვარიანტია. Athena Federated Queries მართლაც შეუძლია Postgres-ზე კონდეს წვდომა. ტექნიკურად ორივე წყაროს დაკავშირება შესაძლებელია, მაგრამ იგივე ხაფანგში გავებით. სად არის ვიზუალიზაცია? Athena ანგარიშებს აგენერირებს. ტექსტურს, ცხრილურს, მოსაწყენს. მენეჯმენტს კი გრაფიკები სურს, დიაგრამები, ინტერაქტიული პანელები, შემთვარი გოჭები ან ლამაზმანები. ჩვენ კი მშრალ CSV ფაილებს ვთავაზობთ S3-ში. გარდა ამისა, წვდომის მართვა S3 bucket პოლისით ძალზედ მოუხერხებელია. ფაქტიურად იგივეა, რომ SAP-ი თოკით ჩავკეტოთ. უხეში მოუხერხებელი თან არ მასშტაბირდება. ახლა კი განვიხილოთ ყველაზე მზაკრული ვარიანტი. ვარიანტი A. QuickSight სერვისით ვიზუალიზაცია და ყველა წყაროს დაკავშირებაც შესაძლებელია. სად არის ხაფანგი? IAM როლების გამოყენებაში. აქ ბევრი ცდება. Amazon QuickSight საკუთარი მომხმარებლების მართვის სისტემა აქვს. ის არიტენებს IAM როლებს დეშბორდების გასაზიარებლად. ვერ გადასცემთ IAM როლს დეშბორდზე წვდომას. QuickSight-ი ასე არ მუშაობს. მას საკუთარი users და groups კომპონენტები აქვს, საკუთარი წვდომის იერარქია. ვარიანტი A. ეს ხაფანგია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ AWS-ში ყველაფერი IAM-ის გარშემო ტრიალებს. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებაა ვარიანტი B. Amazon QuickSight სერვისი users და groups კომპონენტების გამოყენებით გაზიარება. მოდით განვიხილოთ, რატომ არის ეს სწორი გადაწყვეტილება. პირველი, QuickSight-ი მონაცემთა ვიზუალიზაციის სერვისია, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას არაუბრალოდ ანგარიშები წარმოვადგინოთ, არამედ შევქმნათ ინტერაქტიული დეშბორდები, გრაფიკები, drill down ანალიტიკა, ზუსტად ის, რაც მენეჯმენტს სურს. მეორე, QuickSight-ში ჩაშენებულია როგორც Amazon S3 სერვისის, ასევე Amazon RDS Postgres-ის დაკავშირება. ორივე წყარო ერთი ინსტრუმენტით. მესამე, წვდომის სისტემა. QuickSight-ში ქმნით users და groups.
Management ჯგუფი იღებს სრულ წვდომას. Employees ჯგუფი კი შეზღუდულს. ყველაფერი მოქნილია, ყველაფერი მასშტაბირებადია. შესაბამისად არ წვალობთ packet policy-ით, არ ცდილობთ IAM-ის შეტენვას იქ, სადაც ის არ მუშაობს. Amazon QuickSight Service, users და groups კომპონენტების გამოყენებით გაზიარება. ეს არის სწორი ინსტრუმენტი, სწორი ამოცანისთვის. რა ვისწავლეთ დღეს? AWS სერვისების ოკეანეში ჩაძირვა მარტივია. Glue, Athena, QuickSight ყველა თანამედროვე ჟღერს. მაგრამ თითოეული ინსტრუმენტი თავისი ამოცანისთვის არის შექმნილი. თუ ვიზუალიზაცია გჭირდება, გამოიყენე QuickSight-ი. თუ ETL-ი გჭირდება, Glue სერვისი. ხოლო თუ SQL მოთხოვნები S3-ზე, მაშინ Athena. და რაც მთავარია, IAM-ი. უნივერსალური გასაღები არ არის. თითოეულ სერვისს თავისი თამაშის წესები აქვს. თუ მოგეწონათ განხილვა, დააჭირეთ ლაიქს და გამოიწერეთ არხი. შემდეგ ვიდეოში სხვა არქიტექტურულ кейს განვიხილოთ. გისურვებთ არ ჩაიძიროთ Data Lake-ში. ნახვამდის.